მოგესალმებით. წინ გველოდება ძალიან მაგარი შერკინება, მე ვიტყოდი ილია თოფურია და ოლივიერა, თუმცა ამაზე კიდე მოგვიანებით ვისაუბროთ უფრო დეტალურად. ჩემი შთაბეჭდილებები უნდა მოგიყვეთ საერთოდ როგორ დავინტერესდი და საიდან ჩემთვისაც უჩვეულოა ეს ყველაფერი. MMA-ც საერთოდ არ ვინტერესდებოდი, არ იყო ეს ჩემი ინტერესის სფერო, თუმცა ერთ-ერთ მომენტში, რაღაც მომენტში ამომიგდო TikTok-მა ვიდეო, სადაც შემხვდა ილია თოფურიას და ვოლკანოვსკის ჩხუბი, ასე ვთქვათ, საჩემპიონო და რაღაც მომენტში შევყონდი და დაუწყე ყურება. აქამდე სულ მეგონა, რომ რაღაცნაირად ეს MMA-ის ჩხუბები არის აი უფრო მეტად დაფუძნებული იმაზე, რომ ვინ ვის აჯობებს რაღაც ილეთით ან საბმიშენით, ან ნოკაუტით, ან თუნდაც საჯების გადაწყვეტილებით, მაგრამ რაღაცა დაჯაბვნაზია და კონკრეტულ ილეთების შესრულებაა მთელი მუღამი და რაღაცა აი ესეთი წარმოდგენა მქონდა და უცებ რომ დავიწყე ამ ვიდეოს ყურება, რაღაც მომენტში მივხვდი და აი თითქოს დავიჭირე ის ტალღა, რა ტალღაზეც იყო ილია იმ მომენტში და მივხვდი რომ თავარი და გადამწყვეტი ამ ჩხუბებში არის სწორედ ის მომენტი, როცა მებრძოლი ელოდება თავის მომენტს. აი ეს ჩანდა ილიას დაპირისპირებაში ვოლკანოვსკისთან, რომ იდგა და აი ზუსტად აი ამ მომენტში, როცა თითქოს არანაირი ილეთი არ სრულდება, მაგრამ აი ეს მოლოდინი ხა თან იქ მოძრაობაც არის, თუმცა არის რაღაცა დაძაბულობის არანორმალური კონტროლი და მომენტის დალოდება. და იმდენად მიმზიდველი იყო ეს ჩემთვის, რომ რა სულ სხვა მუღამი ქონია ამ ჩხუბებს. და ზუსტად ესეც მოხდა ამ ესე ვთქვათ, აი მოლოდინში, რომ აი თავის მომენტს რო ელოდება ილია და დაიჭირა ეს მომენტი და ნოკაუტით გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. საქართველოს ჩემპიონი ყავს UFC-ში სახელია ილია თოფურია. საქართველოს ჩემპიონი ყავს მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტი. ეს არის მთელი ფილოსოფია, რაღაც ეგზისტენციალური მოთმინება მართებს მებრძოლს და ილიას ნამდვილად ჰქონია ეს უნარი, რომ თან ის იმდენად იგრძნობოდა ეს ენერგეტიკა, ეს მოლოდინი და აი ბევრს საუბრობენ, რომ ილიას ძლიერ მხარეებზე, ხო, ესე ვთქვათ, იქ საბმიშენებიც აქვს და თავის კარიერის მანძილზე და ნოკაუტებიც და ეხლა კიდე უფრო რო გადავხედოთ მის კარიერას, ძალიან კარგად დაამატა, ასე ვთქვათ, ბოქსის და კრივის ნაწილი და ითვლება მისი ძლიერ მხარედ და ასეც არის. თუმცა მე ჩემი აზრია, რომ ილია თოფურიას მართლაც ყველაზე ძლიერი და მთავარი ძლიერი მხარე არის დაძაბულობის კონტროლი. ამ ორთა ბრძოლებში მთავარია დაძაბულობის კონტროლი. მე ეს დაპირისპირება კიდე ვოლკანოვსკისთან, მე მაქს ჰოლოვეისთან ბევრჯერ ნახე 4-ჯერ, 5-ჯერ და ღრმად დავწმუნდი, რომ გადამწყვეტი ამ ორთა ბრძოლებში არის არა ის მომენტი, როცა რაღაც კონკრეტული ილეთით იმარჯვებს მე ესე ვთქვათ, ვინ ჩხუბობს ის, არამედ ზუსტად ის მომენტი, როცა ხდება ეს ჩასაფრება, აი ამ დაძაბულობის კონტროლი, რომ აი შეარჩიო სწორედ მომენტი. აი ეს დიდებულების წამი დგება ზუსტად ამ დროს და დიდებულების წამზე უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ აი რაღაცაერთ რომ გაიმარჯვებ, მოიგებ ამ ქამარს და მოიპოვებ და გამარჯვებულ ხარ ჩემპიონი, თითქოს ეგ არის ის დიდებულების წამი და მე კიდე მგონია, რომ მთავარი წამი აი ამ დიდებულების დგება ზუსტად მანამდე, რამოდენიმე წამით ადრე, აი რომ გაგეხსნება მოწინააღმდეგე და აი იმ მომენტში უნდა გადაწყვიტო, რომ მე ვარ ღირსი გამარჯვების და მე ილიას ჩხუბებში აი ეს მომენტი დავიჭირე, რომ ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ უდაოდ ძალიან მაგარ ტექნიკას ფლობს, აქვს გამარჯვებულის ფსიქოლოგია. აი რამოდენიმე წამით ადრე, როცა გაეხსნება მეტოქე, ზუსტად მაგ მომენტში თავის თავთან გადაწყვეტს, რომ ის არის გამარჯვებული და მერე დგება გამარჯვება. ანუ ჯერ
ადამიანს თავის თავთან აქვს აი ეს წამები, როცა უნდა გადაწყვიტოს, რომ კი მე ღირსი ვარ გამარჯვების. და აი ზუსტად ეს არის ის დიდებულების წამი, რაც მერე უკვე რეალიზდება და კონვერტირდება რეალურ გამარჯვებაში. აუცილებლად უნდა მოვყვე ერთ-ერთ ეხლა უკვე რომ დავინტერესდი ამ ილიას ჩხუბებით და MMA-ით და უკვე მისი მოწინააღმდეგეების კარიერითაც რა ბრძოლები აქვს ყველა ბევრ ასე ვთქვათ დაპირისპირებას უყურებ და ნუ ერთ-ერთი არის რომ ილიას ერთ-ერთი ჩხუბია მგონი მაქს ჰოლოვეისთან და მესმის ამ თვითონ ამ ასე ვთქვათ დაპირისპირების ჩხუბის დროს ქართული ლაპარაკი ვიღაცა ეუბნება რომ აი ეს გააკეთე ის გააკეთე ყურადღება მიაქცია სხვა შეს ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებაშიც გაისმა ეს ქართული ხმა რომ აი რაღაც ქართულას შესანუ ქართულად ვიღაცა ეუბნება რომ რაღაც მიაქცია რაღაც დისტანცია მოუჭერი მარჯვნიდან დავინტერესდი მეთქი ქართველი მწვრთნელი ყავს რომ დავსერჩე ამომიგდო უცხოური გვარები ეს ესპანელი ძმები რომლებიც არიან მწვრთნელები და ნუ ვერ ვიპოვე ყოველ შემთხვევაში ქართველი რომ ქართველი მწვრთნელი ყავს შემდეგ კიდე გამეორდა ეს მომენტი რომ ვიღაც ელაპარაკება ქართულად ახლა მე ხო გეუბნებთ არ ვიცოდი რა როგორ და რანაირად და პირველად მაქვს შეხება ამ ყველაფერთან და რაღაც მომენტში უკვე მხვდება ქართულად ვიდეო, სადაც აჩვენებენ და აღმოჩნდა, რომ არის ილიას ძმა, რომელიც თვითონაც MMA-ის მებრძოლია და ასე ვთქვათ, მწვრთნელი და მის კორნერში, მის კუთხეში ყოველთვის არის ხოლმე და შემდეგ ვნახე ეს გამოსვლისას, რომ გამოდის და ერთი ძალიან მაგარი მომენტია, რომ ილია თავის ჯვარს კოცნის და შემდეგ მოიხსნის და დაკიდებს თავის ძმას. აი ამ მომენტში მივხვდი, რომ ეს არ არის უბრალოდ პროფესია ილიასთვის, ეს არ არის ჩხუბი პროფესია რაღაცა საქმიანობა. ეს არის აი საქართველოდან წასული ადამიანის ბრძოლა და გამარჯვება საკუთარ თავთან ყველა იმ წინააღმდეგობასთან რაც კი შეხვედრია და ეს არის მე რომ მკითხო რაღაც ეგზისტენციალური გამარჯვება ადამიანის რომელმაც გადაწყვიტა რომ თავის ნიშს ემსახუროს და დაკარგულობიდან გამოვიდეს და რომ დავფიქრდი თითოეულ ადამიანს გვაქვს ეგ გამოწვევა რომ ან ავითქვიფოთ მასაში ან ჩვენს ინდივიდუალიზმს ვემსახუროთ და დაკარგულობა ჩაკარგულობისგან მასაში ჩაკარგულობას დავუპირისპირდეთ და ყოველ ჯერზე ყოველი პატარა გამარჯვებებით გვაქვს არჩევანი რომ მივაღწიოთ აი ამ გამორჩეულობას და ჩვენს ნიშს ვემსახუროთ და ზუსტად ეს მომენტი იყო აქაც მე მივხვდი აი ამ ჯვარის გადაკიდებით რომ ილია როდესაც გადის და შედის ამ ოქტაგონში ეს არის სხვა ტიპის ბრძოლა და სხვა ტიპის გამარჯვება ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ეს ძმების ესეთი კავშირი ეს მწვრთნელობაზე და რაღაც მითითებებზე მეტია ხო ძალიან დიდ ჩართულობასაც იწვევს რაღაცნაირად ემოციურად განგაწყობს და გითრევს ამ მოცემულობაში რაც არის ეს MMA-ის აი ეს ორთაბრძოლები რომელიც თავისთავად ხელოვნებაა ვნახე ძალიან ბევრი პოდკასტი, რაც ილიას ინტერვიუები და ერთ-ერთ ინტერვიუერთან პატრიკ ბეთ დევიდთან ჰქონდა ინტერვიუ ილიას და ის ეკითხება, რომ აი დაღესტანის შემთხვევაში გასაგებია იმათ სკოლა აქვთ ამ ასე ვთქვათ ორთაბრძოლების და გასაგებია საიდანაც მოდიან ის მებრძოლები და შენ და მე რა ბიდვალიშვილი გულისხმობდა, ანუ ილია თოფურიას ეკითხება. საიდან აღმოცენდით, ხო? ახლა ქართველი ხარ, ნუ ესპანეთში გაიზარდე, თუმცა ამ ქვეყნებს არ აქვთ ესეთი ტრადიცია და ნუ ილიამ აქაც აქ ღმერთი ახსენა, რომ ღმერთი ყველგან არის და ნუ თავის პასუხი გასცა. It's so weird that you did this in Georgia and Spain. Who's there? I mean, you understand like it's kind of weird to say that because some of the guys you're coming from this camp. Okay. You know, he comes from what camp? We know what camp he's coming from. We've seen the videos, we've seen the training, we've seen how disciplined their camp is. Yeah. And everyone's from a different camp. Who else is a very well-known person from the camp that you came up of outside of you and your brother? Who is well-known? See, Ilya, that's weird. It is.
But that's why God's everywhere. თუმცა მე მომინდა რომ მე თქვა რომ ძალიან დიდი ტრადიცია გვაქვს ძიუდოსი შერკინებების ხო იგივე ხრიდოლით შეიძლება ეს ჩვენ ეროვნული ტრადიცია ოლიმპიური ვარსკვლავები გვყავს ხო და ოქროს მედალოსტები ამ დისციპლინებში შესაბამისად შემთხვევითი არ არის რომ ეს ჩვენს გენეტიკაში და ასე ვთქვათ ძლიერ მხარეში არის რასაც ქვია ეს და ამ ძიუდოს და შერკინებების თუ ამ სხვადასხვა დისციპლინების ნაკრებია რეალურად MMA. ასე რომ შემთხვევითი არ არის ჩემი აზრით რომ ესეთი ძლიერი მებრძოლი როგორც ილია თოფურია და იგივე მერაბ დვალიშვილი გაჩნდნენ საქართველოში და ეს რესურსი მათ გაყვათ და ნუ რა თქმა უნდა მე თავიანთი დავსახურებაა რომ ეს განავითარეს და რატოღაც მომინდა რომ მე თქვა ეს იმიტომ რომ ამ ინტერვიუში ეს გაშღერდა. აუცილებლად უნდა შევეხო ილიას თოფურიასთან მიმართებაში და რადგან ახლა ილიას ჩხუბი გველოდება ოლივიერასთან კვირას გამთენიისას, ამიტომ ილია თოფურიაზე ვაკეთებ რა თქმა უნდა აქცენტს. ძალიან ხშირად საუბრობენ ახლა რასაც ვეცნობი ამ მედიას და სხვა საიტებზე რომ თვითონ გულშემატკივრები სხვა ჩხუბრების რომ თითქოს ძალიან ამპარტავანია ილია. So if you ask him what his favorite submission is, you would do that to him. Yeah. This is a guy that's trained and coached by Khabib, who, 28-0, stories that he's never lost a round in his life. I take him close to Khabib. I will submit him closer to Khabib. მე აუცილებლად უნდა ვთქვა რომ მე მგონია რომ პირიქით ილია თოფური არის ძალიან თავმდაბალი მებრძოლი და რატო? ყოველთვის ახსენებს რომ მისი ძალა, რესურსი და უნარები არის ღმერთისგან ბოძებული და სულ ღმერთზე საუბრობს და თავის რწმენას ხას უსვამს. თავმდაბლობის განმარტება სწორედ ეს არის. თავმდაბალი უნდა იყოს ღმერთის წინაშე და ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ შენი ნიჭი არის ღმერთისგან ბოძებული და ეს მე ჩემი დამსახურება კი არ არის, მე ვემსახურები ღმერთისგან მოცემულ ნიჭს და ზუსტად ეს არის თავმდაბლობა. თავმდაბლობა არამც და არამც არ არის რომ თავი დაიკნინო სხვებთან შედარებით და იძახო და უბრალოდ რაღაცა იპირფერო და პირმოთნეობაში იყო და იძახო რომ აი არა სხვა მჯობია ეს არ არის თავმდაბლობა. ამიტომ ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ ილია თოფურია სწორედაც ძალიან თავმდაბალი ადამიანია რომელიც არ პირმოთნეობის და რაღაცა ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ამბობს იმას, რაც არის და ყოველთვის თავმდაბლურად უფლის წინაშე არის მადლიერი. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, პროგნოზებს, მე რომ მკითხო და მე რაც ახლა ჩავერთე და რა წარმოდგენაც კი შევიქმენი, პოტენციურად და ოლივიერს ძალიან ბევრი ჩხუბიც ვნახე და ნამდვილად ნიჭიერი და ასე ვთქვათ, კარგი მონაცემების მოჩხუბარია, თუმცა პოტენციალით ილია თოფურია ყველა ასე ვთქვათ კრიტერიუმით ჯაბნისი ოლივიერას და ფაქტობრივად უკონკურენტოა დღევანდელ დღეს. თუმცა რეალობაში რა მოხდება ეს მართლა არავინ არ ვიცით წინასწარ და უბრალოდ უნდა ვიმედოვნოთ რომ ილია მაქსიმალურად შეეცდება და შეძლებს თავისი პოტენციალის რეალიზებას და ყველა თითოეული ქართველი და არა მარტო ამას უგულშემატკივრებთ. ვიდეოს ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ სპარინგებს უყურებ ხოლმე როგორ ვარჯიშობს ემზადება ასე შემდეგ და აი სპარინგ პარტნიორი აი ამ ესე ვთქვათ კრივის ვარჯიშის დროს რაღაც მომენტში ხო არის აი ეს მუშტის ესე ვთქვათ მოქნება და თვითონ სპარინგ პარტნიორი თავზე უტარებს ესე ხელებს აი ვერაფრით ვერ ავხსენი და ვისაც ვკითხე ვერ მიპასუხეს რა არის ეს რას ემსახურება აი 1 2 3 ზემოდან გადატარება თავს ზემოდან აი ეს რა არის და რისთვის არის ისე მაინტერესებს დავსერჩე Google-ში და Google-იც ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი თქვენ თუ მიხვდით რას გულისხმობთ და პატარა ნაწყვეტში ჩავდებთ რომ მიხვდეთ აი ეს თავზე გადატარება რას ემსახურება დამიწერეთ ვინც იცით და ვინც ბეტად ჩახედული ხართ და ექსპერტები ხართ სულ ეს იყო ამ ეტაპზე და კვირას ძალიან მაგარი ორთაბრძოლო გველოდება და სრულიად თითოეული ჩვენგანი გულშემატკივრობთ რა თქმა უნდა ილია თოფური